ბარათაშვილის ხიდი ერთ-ერთია თბილისში არსებულ იმ ხიდებს შორის, რომელიც სასწრაფოდ შეკეთებას საჭიროებს. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში აშენებულ ხიდს დაზიანებები შეუერაღებელი თვალითაც ეთყობა. სარეაბილიტაციოა 156 მეტრიანი ხიდის, როგორც ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილი, ასევე ხიდის ქვეშ მდებარე ნახევრად ღია გადასასვლელი. ნაპრალებიდან კი შესაძლებელია მდინარისა და ხიდის ქვემოთ ავტომობილების დანახვა. ბარათაშვილის ხიდი ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო სასწავლო ხიდსაცდელი ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაშიც მოხდა. კვლევა, რომელიც მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად ჩატარდა, თბილისის მასშტაბით 10 ხიდის შემოწმებას ისახავდა მიზნად. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის გივი დათუკაშვილის თქმით, 10 შემოწმებული ხიდიდან 6 გადაუდებელ რემონტს საჭიროებს. ლაპარაკი იმაზე, რომ ხიდი არის ესეთი მდგომარეობით, რომ ავარიულია, არ არის. მაგრამ მას სჭირდება მნიშვნელოვანი რემონტი. იმიტომ რომ ამდენი ხნის განმავლობაში ხიდი მოულელია, სადეფორმაციო ნაკერები არის დაზიანებულია ასევე სანაპიროს თავზე ყოფი კოჭები, რადგან ხიდქვეშა სიმაღლე არ არის საკმარისი თანამედროვე მანქანების გასატარებლად. კვლევის თანახმად რემონტს საჭიროებს ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიც. 1968 წელს აშენებული ნაგებობა 220 მეტრის სიგრძისაა და ყოველდღიურად რამდენიმე ათას სატრანსპორტო საშუალებას ემსახურება. დასკვნის მიხედვით ვახუშტის ხიდის მარჯვენა ბურჯის ერთ-ერთი კედელი დამწრეულია და წანაცვლებული. დაზიანებულ ხიდებს შორის მოხდა ზაჰესისა და მდინარე დიღმულაზე გამავალი ხიდებიც. ისევე როგორც სხვა შემთხვევაში ამ ხიდებსაც დაზიანება გარეშე დათვალიერებითაც ეთყობათ. მერიაში აცხადებენ, რომ ჩატარებული კვლევის მომდევნო ეტაპი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა არის, შემდეგაც ეტაპობრივად მოხდება ხიდების რეაბილიტაცია. მთლიანობაში რა დაუჯდება ქალაქის ბიუჯეტს ხიდების შეკეთება, მერიაში დაკონკრეტება უჭირთ, თუმცა აცხადებენ, რომ თანხა სოლიდური იქნება. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი იმასაც ამბობს, რომ მომავალში ხიდების ეგრეთ წოდებული პასპორტიზაცია იგეგმება. ეს პროცესი ხიდების შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებას გულისხმობს, რამაც ყოველწლიური შემოწმება უნდა დაამატივოს. თბილისის ბიუჯეტს დაუჯდება ძალიან დიდი თანხა, ეხლა დაზუსტება ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ სანამ დეტალური პროექტი არ იქნება ყველაზე დადებული, შესაბამისად თანხის რაოდენობის განსაზღვრა იქნება ძალიან რთული. მე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს თბილისს მინიმუმ 20 მილიონის პრობლემა უდგას წინ იმისათვის, რომ გაისისთვის თუ გვექნა ჩვენ ამისი საშუალება და თბილისის ბიუჯეტი შეძლებს თქვა ამ თანხის გამოყოფას მთლიანობაში თბილისში, გაიცად გვეგმოთ 20 მილიონის სახიდე გადასასვლელების რეაბილიტაციის დაწყებას. დღეის მონაცემებით დედაქალაქს სულ 40-მდე ხიდი ემსახურება. არქიტექტორებისა და მშენებლების ინფორმაციით, რკინაბეტონით ნაგები ხიდების ექსპლუატაციის სტანდარტული ვადა რემონტის გარეშე 40-50 წელია. გაცილებით მაღალია ლითონის ხიდების საექსპლუატაციო ვადა და ის 70 წელს შეადგენს. თბილისში არსებული ხიდების უმეტესობამ თავისი საექსპლუატაციო ვადა უკვე ამოწურა.